კეთილი იყო ზმაო. Oiko შვილა. და oiko. შვილა oiko. მოიცა არ შეიხოთ. იქნებ სასრაფო გამოვიძახოთ. წყალი მოიტანეთ სასრაფოდ. oiko სად არის ამდახანს? oiko. სწრაფად ხელებზე დამისხეთ. ხახვი აყნოსინეთ, ხახვიში დამხარი აყნოსინეთ. შვილა. მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. ჩემო ლამაზო შვილა. შვილა. ჩემო ლამაზ თვალება. ჩემო შვილა. ძალიან შეგვაშინა ძვირფას მოიქ. იქნებ საავადმყოფოში წაგვეყვანა. არა დედა, უბრალოდ ინერვიულა, ესეთი არაფერია. ასე არ შეიძლება შვილა. საწყალი გოგო უნდა წამოწვეს და დაისვენოს. მართლა დაიფაროს და ისევ რომ გამეორდეს. ჩემი ძვირფასი, ძალიან საყვარელია. მოდი ნელ-ნელა ჩვენც წავიდეთ, არ შევაწუხოთ. საკმარისია. ბეჭდები გავცვალოთ და მერე წავიდეთ. შვილა, მე არ ვეტყვი, შენ თქვი. ღვთის გულისათვის, საწყალი გოგო ბეჭდის გაცვლის ხასიათზეა ახლა. დედა. ბუბენი მოგიტანა? რომ დაუკრა მასზე. ბედმა გაგიღიმა ჯანან, ხომ ასეა? ზერი, მე რატომ გამიღიმა ბედმა? შენ ხომ არ გინდა რომ დაქორწინდნენ? იმიტომ რომ შენს გარემოცვაში რომელიმე ჩვენგანი თუ იქნება, მშვიდად ვერ იქურდებ. დედა რას ამბობ? სიმართლეს ვლაპარაკობ შვილო, სიმართლეს. მიზეზად გასახელებს და ჯემს ჩუმა დამუშავებს. წავედით და წავედითო. ღმერთო მოთმინება მომეცი. ზერი, ნუ გაგიჟდე. რა მიზეზი გინდა? ნახე, შენმა შვილმა ფერი დაკარგა. შენ კი ნიშნობაზე ფიქრობ. ეს რა დედობაა? მართლა ვერ გავიგე. ის ღამაკლია ქურდმა დედობის გაკვეთილები ჩამიტაროს. მომისმინე, თავაზიანობა გამოიჩინე. უფლება არ გაქვს სილი დამწამო, მით უმეტეს ქურდს ვერ მიწოდებ. აბა როგორ უნდა დაგიძახო? პროფესორი გიწოდა? ჩვენთან ქურდს ქურდს ეძახიან. ღმერთო ამ ქვეყანაზე იმიტომ მოვედი რომ თქვენ შორის ჩავჩენილიყავი. გეყოფათ გთხოვთ, ნუ იქცევით ასე. არ ვიცი, ჩემგან მიიღებ დედობრივ გაკვეთილებს სხვისგან, მაგრამ გაკვეთილი რომ გჭირდება, ეგ ნათელია. გინდა თუ არა ეგ საქმე დღეს აქ დამთავრდება. მორჩა. მომისმინე. საკმარისია. ჩვენ ვინიშნებით, რა თქვენი საქმეა? რჩებით რომ მივდივართ მაგას ოიქო გადაწყვეტს. ოიქო. ძირფასო. კარგად ხარ? გავაგრძელოთ. კარგად არ მაპატეეთ. ოიქო. ოიქო. ხო, გაჩერდი. ჯემ, ბოდიშს გიხდე. საყვარელო, რატომ მიხდი ბოდის? ჩვენ ხომ არ ჩქარობთ. მთელი ცხოვრება მაინც ერთად ვიქნებით. ცხადია. სხვა მიზეზი თუ არ არსებობს დღევანდელი საღამო რომ დავასრულოთ, რა გვიშლის ხელს? არის. ჩვენი ოჯახები,
შეხედე მათ. გვინდოდა დამეგობრებულიყვნენ, ისინი კი ძველი მტრები ყოფილან. ასე ვერ მოვიქცევით, უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ამას. ნაპატია ჯამ. მომეცი ძვირფასო, მომეცი. ვერ ვიჯერებ. სახლიდან ცეკვა სიმღერით გავედი და თითქოს დაკრძალვიდან დავუბრუნდი. არ ჩერცხვებოდა ისე დამაბრალებდა თითქოს მე მოვაჯადოვე ოიქო და იმიტომ წავოვიდა გული. თუ დაგაბრალებს მართალი არ იქნება? თქვენი ჩხობის გამო მოხდა. შვილო, იმდენი შეურაცხმყოფელი სიტყვა მითხრა და ხმა არა მომიღია. დედა შენი მართალია შვილო. შენი მომავალი სიდედრი კარგი გაქეკილია. დედა შენი კარგად გაუმკლავდა. თავს მოიმშვიდებთ. თქვენს გამო ოიქო უარს სიტყვის შემზე. შვილო, მე რა გავაკეთე? თვითონ არ გითხრა დღევანდელი საღამო რომ ჩაგეშალათ? კარგი და ვინ გახდა ამის მიზეზი? დაფიქრდი? დაფიქრდი? იქნებ პასუხი იპოვა. დედა ჯანან, კარგი, შიგნით შედით, მე დაველაპარაკები ჯემს. დაველაპარაკე. მიდი შვილო, მიდი. მაგრამ მოდით. და კარგი, წავალ თუ საჭიროა, მაგრამ თუ წავალ, ჩემი გონება ოიქოსთან დარჩება. ვერ დავიძინებ. გოგო დედამისი, მის უკან დგას მთასავით. ვიჭარავებთ მამიდა. მიდი, მაღლა შვილი დავტოვე. მიდი, წადით უკვე გემუდარებით. არ შეიძლება დაო. გოგოს რამდენჯერ წაუვიდა გული და გონს მოვიდა. თანაც ახლა ღამეა. იქნებ რაღაც დახმარება დასჭერდეს. მაგალითად მანქანის იქნებ მანქანა დასჭერდეს. არა, ჯობს მოვიცადოთ. ნუ შეიკრიბეთ ახლა გოგომ უნდა დაიძინოს. თანაც რუიას მანქანა ყავს. თუ საჭირო გახდება ის აიყვანს. ერთი წუთით რუია. ვიძია რუიას როგორც მძღოლს არ ვენდობი. ერთხელ მაინც გაიგეთ, ერთხელ ნათქვამი. ნუ მაიძულებთ ორჯერ გავიმეორო. გონება აღარ შემჩა პრობლემებზე რომ გესაუბრათ. არ შეგრჩებოდა, როგორ შეგრჩებოდა. მაგრამ მე ყველაზე ძალიან შენი მდგომარეობა მაშინებს. დეფიცები ისეთი შთაგონებული იყავი. ბაღის ავეჯიც კი იყიდა. თელ რაიონს გამოუცხადე. ინფორმაცია მოგვაწოდე და ახლა რის გაკეთებას აპირებ. ძვირფასო, შენ გული არ დაგწყდეს. კარგი, არ იღელო. მაგის მიზეზი არ გაქვს. რაც არ უნდა მოხდეს ოიქუმ შენზე და ჩემზე კარგად იცის. მიდი, წადით, საკმარისია. ღმერთმა. სასჯელი ხართ. ღმერთო. მოდით წავედეთ. შეგიძლია მანქანა მოიყვანო ძმაო, გთხოვ? ღმერთო ჩემო. ბავშვებო, მოდით დაეხმარეთ ბიძა თქვენს. იარინ დაეხმარე ბიძიას. მიდი შვილო, მიდი. მიდი. მან ყველაფერი იცის. კარგად იცის. და შენ რა იცი? იმ ოიქოს ადგილას რომ ყოფილიყავი, გულის ასვლის ნაცვლად იმ ბიჭს ხელს არ გავუშვებდი. იმიტომ რომ მისი ცხოვრება დალაგდება. მართლაც დეორესიმე. რაღაცას გეტყვი. ჯემის ძმა ოზანი რომ არის? ოზანი. ძალიან სიმპათიური ბიჭია. შევხედე და მის თითზე ბეჭედი ვერ დავინახე. როგორ გონია ვინმე ხვდება? რას ფიქრობ? შეიძლება რომ ვინმე ხვდებოდეს. ღმერთო, არასწორად არ გამიგო, მაგრამ ყველა იფიქრებს რომ შენი შვილია. შერცხვები. არ შეიძლება ზედმეტად ახალგაზრდაა შენთვის, არ შეიძლება. რას ამბობ? მე რა საკუთარი თავისთვის ვამბობ? ღმერთო ჩემო, ნურისთვის ვამბობ. ახლად მას დაგაწიწკნი. ენა გრძელი. ღმერთო ჩემო. წავედი რომ გამიცნო ჩემი ოჯახი, ჩემი საყვარელი ქალის ოჯახისთვის და ნახე დედა ჩემი რას ჩადის. ბიჭო, იქნებ ის რაც დღეს მოხდა, არ მოხდარა დედა ჯანანის გამო. არჩემს გამო მოხდარა, მაშინ ვის გამო მოხდა. შენი ბრალია? ხოლ დაველაპარაკები ოიქოს. არ დავკარგავ მას, არ შეიძლება, მოიცადე. რატომ არ შეიძლება? რამდენი ხანია რაც ამ გოგოს იცნობ? ძმაო, თუ ღმერთი გწამს, ნუ დაიწყე შენს ჩემი დაკითხვა დედა ჩემივე. ბიჭო, 6 თვის წინ არანაირი გოგო არ არსებობდა, მაგრამ ახლა არსებობს. ისმინეთ, როა საჭირო ადამიანის გასაცნობად. ისმის თავიდან ყველა მალავს თავის ნამდვილ სახეს, განსაკუთრებით ქალები. ოიქო ყველაზე გულწრფელი და წესიერი გოგოა, ვისაც კი ვიცნობ. ის არაფერს დამიმალავს. შენ რა იცი? ვიცი.
საკუთარ თავზე უფრო მას ვენდობი. ვერენდობი, ჯემ, ვერენდობი. ვერც იმას გააკეთებ, რომ ვინმე გენდოს. გესმის? ვერ გეცოდინება ადამიანს მეორე დღეს რისი გაკეთება შეუძლია. საკმარისია ძმაო. მისმინე, მესმის შენი უნდობლობა ქალების მიმართ, მაგრამ რაც გადაიტანე, იმის მერე ყველაფერი გასაგებია, გთხოვ შენთვის დაიტოვე პარანოიკული აზრები. უბრალოდ ვცდილობ დაგეხმარო ძმაო. ნუ მეხმარები, ძალიან დამავალებ მეორედ ასე თუ არის საუბრებ ოიქუზე. ჯემ. გიღალატი ამ გოგოსთვის. თავს მოვიკატუნებ, თითქოს არაფერი გამიგია. ოიქო. გთხოვ, მაპატია ჩემო ლამაზაშვილო. მაპატია. დედა რა უნდა გაპატია? შენ ხომ არაფერი დაგეშავებია. მაგრამ მე საკუთარ თავზე ვბრაზობ შვილო. ძალიან ვარ საკუთარ თავზე გაბრაზებული. საკუთარ თავს ვაუბნები. ზერი. რატომ აქცევ იმ ქალს ყურადღებას და რატომ ეჩხუბები? ადამიანს თავისი შვილის ბედნიერების გამო თუნდაც ძალით ენას კბილს დააჭერს და გაჩომდება. დედა ასე რატომ ამბობ? იქნებ უკეთესიც არის. ოიქო. ყურადღებას ნუ მოგვაქცევ შვილო. ვიჩხუბეთ და დამშვიდდებით. არ ჩვენ და არც ჯემმა არ მოგვაქციოთ ყურადღება. ჩაიციკლებით იმაზე, რომ გამუდმებით გათხოვებას გთხოვ, კარგი შვილო. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მეიღო, მხარს დაგიჭერ. გესმის შვილო. დედა თავს ნოიდანაშაულებ, თორემ კიდევ უფრო ვინერვიულებ. მომისმინეთ, რამე ისეთი ხომ არ არის, რაც არ ვიცი. არა. დედა. ძალიან დავიღალე, დამაძინებ. ჩემო ლამაზ თვალება, როგორ არ დაგაძინებ. წამოდე. მე მეც დამაძინე. ჩემი დიდი ბავშვები. როდესაც ხასიათზე არ ვიყავი ხოლმე. ბაბუო თქვენს დავადებდი მხარზე თავს. ის მიყვებოდა რაღაცას და აი ასე მეფერებოდა ზურგზე. ქვეყანაში სადაც ყოველი ადამიანი ძალიან უბედური იყო. ერთმა ქალმა ერთი კაცი ჩაასახლა თავის გულში. ის ვიზეც ვერც კი იოცნებებდა. ვინაიდან 30 წლის მანძილზე ერთხელ არ მოგვისმენია ეს ისტორია, არ დავიცნებ სანამ ბოლომდე არ მოვისმენ. გაჩვენდი. ერთადერთი რაც ბაბუა თქვენისგან დაგვრჩა ეს ისტორიებია შვილო. შვიდად განისვენოს შენმა სულმა. დედა, შვილო, რა მოვიდა გოგოს ამ ისტორიაში? რა მოვიდოდა? გოგო ებრძოდა საკუთარ თავს იმის გამო, რომ არაფერი გამოუვიდოდა იმ ადამიანთან, რომელსაც შეხვდა. მაგრამ ეს სიყვარულია შვილო. ის არავის და არაფერს უსმენს. მერე გოგო და ბიჭი დაქორწინდნენ. მათმა სიყვარულმა ამ ქვეყნის ყველა უბედურ ადამიანს აჩუქა იმედი. სიყვარული. ეს იმედია გოგოება. იმედი. დედა, არ გაბედო და დედა არ დამიძახო. ზერინაქსოი, არ გააჩენ და ასე ჩულს. ნუ შენ რომ ჩაგედინე მსგავსი რამ არ ვიცი სადავე მალებოდე. დედა, ნუ სულელობ, მე რა ასეთი ნაძირალა ვარ? რას მეუბნებით? კიდევ რაღა უნდა გითხრათ, ჩემო დეშვილა. წარმატებას გისურვებ ჩემი საქმროს ძმასთან. მეტი რა გითხრათ? იმ ნაძირალას მოსაკლავად, იმიტომ არ მივდივარ, რომ ციხეში წავალ და დედა მარტო დარჩება. ეგ იქამდე უნდა გაგაკეთებინა, სანამ საქმეებში ახლართავდნენ. დედა, ყველაფერი სხვანაირად არის მართლა.
მითხარი რომ ჯემის მისთვის არ გიკოცნია. მითხარი რომ ტყუილია. მიდი. ჭორებია. დედა ეს არც ჭორები და არც ტყუილია, მაგრამ არც ისეა ყველაფერი როგორც გონიათ. იტყვი რომ დედა შენი შენს გამომოკვდა. იტყვი რომ შენ მოკალი დედა შენი. ბოლო მომეღო. ღმერთო დიდებულა. სად გარბი ხარ მოიცადე. მოიცადე. დედა მართლა არ ვიცოდი ვინ არის. რომ ცოდნო და მას გავაკეთებდი. ვის არის ცნობდი? ჯემ გთხოვ. თავი შორს დაეჭირე ჩემი შვილისგან. ჯემის სიყვარულის მეშინოდა. მეცოდებოდა. შენ კი დაივიწყეთ, ასე აჯობებს. გავიგეთ როგორია მანამ სანამ დაქორწინდებოდნენ. ვინ ხარ შენ? ვინ? ის ხარ ვინც ასე გადაუარა ჩემს სიყვარულს. მე მართლა ვიხდი ბოდიშს. მისმინეთ, მეგონა ჯემმა მიღალატე. ამიტომ განაც არ ვიცოდი ვინ იყო ეს. ანუ რომ გწოდნო და არ მოგოცებდი. შენ თვითონ მაგოცე. კარგად დაფიქრდი. იმასაც კი ვერ ამბობ რომ არ გიგოცნია მისთვის. ვერ ვიჯერებ. ჯემ, ხო, მომისმინე. არ ვიცი ლონდონში დაბრუნდები თუ ურანზე გაფრინდები, მაგრამ ამიერიდან არ მინდეთ შენი დანახვა ჩემი შვილის გვერდით. მისმინე, მთელი ჩემი ცხოვრება ღირსეულად ვიცხოვრა. ჩემმა საკუთარმა შვილმაც რომ გააკეთოს ასეთი რამ არ ვაპატიებ, გასაგებია? შენს გამო ვეღარავის ვენდობი. ჯემ, ხო, მომისმინე, ხო, ყველაფერი სხვანაირად იყო, მართლა არ ვიცოდე. არ ვიცოდე. ოიქო და კარტოფილი გაცივდება. ოიქო. და ჩემოსაც ყალა. კოშმარი ნახე. ეთყობა სიზმარში ეხრჩობოდი. ამიტომ მოხდა ასე. კოშმარი არ ყოფილა და. ნახე და რამდენი კარტოფილი შეგეწვი. შენ ხომ ჩიფსებს ეძახი ამას. ალბათ რაღაც უთხრა. შულო, რამის თქმა გინდა ჩემთვის? ხო, დედა. ზერინდეიდა. დამიჯერეთ ჩემი ორგანიზებული ეს ვახშამი. ოიკოსთვის არ ვაპირებდი ამის თქმას, სანამ არ დამთავრდებოდით. რა დაგეგმე, ვერ გავიგე. მართალი იყავი ოიკო. სანამ ჩვენი ოჯახები არ დაალაგებენ ურთიერთობას, მანამ ვერ დავქორწინდებით. ამიტომ ვიფიქრე, რომ კარგი ვახშმის მერე წყენა აღარ დარჩება. ამ საღამოს ჩვენ სახლში. მოიცადე. ესე იგი, ჩემს ოჯახს ეპატიჟები ვახშამზე? ჩვენს ოჯახს. დიახ. მთელი გულითა და კუჭით. ვფიქრობ, არ არის სწორი ამ ყველაფრის გაკეთება. იქნებ ცოტა ხანს მოვიცადოთ, სანამ ყველაფერი ჩაწყნარდება. სანამ გონს მოვალთ, მოვდუნდებით. ხომ ასეა, დედა? არა, შვილო, მოდი ნუ დავკარგავთ დროს. სანამ ყველაფერი ცხელ-ცხელია, დავილაპარაკოთ და ყველაფერი მოვაგვაროთ. არ გავწელოთ დიდი ხნით, კარგი შვილო? დედა, მისმინე, არ ხარ ვალდებული ეს გააკეთო. ცხადია, შვილო, მაგრამ ხომ იცი რომ შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ. ზერინდეიდა, თქვენი სნებართვით. მიდი, შვილო. შეხვედრამდე. ბედნიერად. ყველაფერი ისე იქნება თითქოს გუშინ ღამე არაფერი მომხდარა. პირდები. შენ რას აკეთებს ერგან? ჩაეხუტა და არაფერი ვთქვით, მაგრამ ქორწილამდე ეს კოცნა ჩახუტება რა არის? გეუბნებით რომ ჩხუბი ატყდება. ღმერთო, არანაირი ჩხუბი არ ატყდება, შვილო. მიდი, შიგნით შედი. გონია რომ ყველას ვაძალებ, მაგრამ ვეღარ ვითმენ. რა ვქნა? თანაც იზმირში ყველაფერი აირია. მინდა ყველაფერი დაალაგდეს. ხო, იქ ცოტა აირია ყველაფერი, ჯემ. ჯემ, რაღაცას გეტყვი. გუშინ ღამე შენმა მშობლებმა ან შენმა ძმამ რამე თქვეს? მათთან ყველაფერს მოვაგვარებ. შენ არი დარდო. მიდი, დროებით. წადე, კუთხეში რომ საცხობია, ორი ლახმაჯონი ეყიდა. მომწარა. მიდი, შვილო. 4 წელი ჩემთვის.
შენთვისაც იყიდე თუ გინდა. არა, მე არ შევჭამ. ვითომ რატომ? საღამოს სიძესთან ხომ წავალ სავახში მოთ. იქ 20-ნაირი კერძები იქნება კუცმაგისთვის მომზადებ. მე რა არ გაჭმე? თვალი არ წყება დედა, თვალი არ წყება. მას მერე რაც ლობიო გაყინე, მას მერე სულ მაგას ამზადებ. რა იყო ღმერთო ჩემო? კარგია, ვალღობთ და ვამზადებთ. კარგი დედაფალო ზერი. კარგი. მარტო ლაპარაკი იცის. დედა, მართლა არ საგვეჩქარება, თუ არ გინდა შეგვიძლია არ წავიდეთ ჩემის ოჯახთან. წავიდეთ ჩვილო, რატომ არ უნდა წავიდეთ? საქმე რომელიც უნდა მოგვარდეს გაფუჭდება. თანაც ოთხნი ვიქნებით. ჩვენი სიძის ძმაც მოვა არა? მოვა. ნამდვილად მოვა. ისინი ოთხნი იქნებიან და ჩვენც. შვიდობა ზერენ, სტუმრად გაგიწევიათ? ეგ ყველაფერი ჩემი სიძის გაკეთებულია. მე მუდარებოდა მათთან სავახში მოწავსულიყავი. მოდი დეიდე, მოდიო. მეც ვერ ვაწყენინე, რა მექნა. საწავიდე ეს გოგო. ოიქო? როგორც გინდა ჩემო გოგო. შენ რა, მარილიან წყალში გედო, როგორ ხრაშონობენ? ვინმე მგითხრა რომ ამის ჭამა შეგიძლია, გაიწია. ბრუია მოიცადე, რაღაცას გითხავ. რა მოხდა წუხელ? ვერაფერი გავიგე. ოიქომ გათხოვება გადაიფიქრა, ყველაფერი გადაიტანეს. რა მოხდა? შენ ხომ სიყვარულის ექიმი ხარ? შენ უნდა იცოდე, ყველაფრის მოგვარება შეგიძლია. არა მგონია რომ გუშინ ჩემი დახმარება იყო საჭირო. მას მართლა თუ უნდა რაღაც მაშინ საქმეს ასე არ დატოვებს. ალო, ჰოპ! ნორმალურად ილაპარაკე. ჩემი და ვაშლი კი არ არის ვაშლის ხეზე. არა, სწორად გამიგე, ეგ არ მიგულისხმია. ოიქო, შეყვარებულია და გათხოვება უნდა, ხომ ასეა? სიყვარული ორ ადამიანს შორის არის გასაგებია? ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე თვითონ გადაწყვეტენ. მეგონა ენგის დენიზის ნაცვლად შენ გააკეთე არჩევანი, მაგრამ კარგი, არ გაბრაზდე, გეხუმრები. კეფიცები ვიხუმრე. შეიძლება ახლო არა, მაგრამ როგორც ჩანს ნათესავები გავხდებით. იქნებ ცადო და არ ვიჩხუბოთ. მე მეგობროთ ერთმანეთს. იქნება რცადოთ. არ ცადოთ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მე ვიყო ის ადამიანი, რომელიც ენგის დენის შეგახვედრებს. ვფიქრობ, რომ ენგის დენისი მიუწვდომელია. გეუბნები რომ შემიძლია გზა გაჩვენა, რომლითაც მასთან მიხვალ. მე ამ გზაზე წავა. გაბედე ერთი და გამომყევი, ნახავ რას გიზამ ზერინაქსაი. მზად ვარ დაგეხმარო ყველანაირად. რაც სიყვარულს შეეხება, ადამიანი, რომელსაც შერცხვენის ეშინია, ყურადღებას არ აქცევს თავის ოცნებებს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტის პირველ დღეს არ დაიჯერა ნათქვამი, მაგრამ ნიშანი მომცა, რომ მალე წინააღმდეგობის გაწევას შეწყვეტს. Sinyaller vermiştir. Merhaba Ozan. გამარჯობა ოზან, შენი სახელი? ვიცი, მე ოიქო ვარ, შენ იცი? არ ვიცი უფლება მაქვს თუ არა გთხოვა, მაგრამ ჯემი თუ გაიგებს რომ ჩვენ შორის, უბრალოდ რა ჩვენ შორის არაფერია, მაგრამ ჯემი თუ გაიგებს იმ საშინელ ამბავს, ყველას ეწყინება ვინც გვეყვარს. ამიტომ შეიძლება ჩვენ შორის დარჩეს ყველაფერი, რაც იზმირში მოხდა. ხო. ჩვენ რა ჩვენთვის ვაკეთებთ გასნას? Dinliyorum. Ya biz lansmanı kendimiz için mi? ცხადია, პრესაც იქნება. რატომ დამასაუბარი? დიახ, ხორტკეში. კარგი, ჩვენი მსახიობის უდაათები. ამიტომ შეთანხმების გეგმა დაგჯერდება. პოსტით შეატყობინეთ, კარგი? კარგი. ბადანოზა. ის გოგო გახსოვთ იზმირში რომ გაიცანეთ? ტელეგრამი მას დავუთმა. 10 სავარაუდო ადამიანი ვიპოვე. ჩვენ შორის არ ყოფილა მსგავსი საუბარი. აღარ მინდა არაფრის გაგონება, კარგი?
რამე არასწორად გავაკეთე. კომპიუტერში ძებნის ისტორიაც წაშალე. ეს კი ჯერ შრედერში გაატარი და მერე გადაყარე ნაგავში. უკვე 1 საათია, საჭმელად მაინც არ გამავა. რას აკეთებს ეგ? იქ რა უნდა? მოდის, ჯანანი. ოზან. სოდიათა ბემ ჯერ კიდევ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას. გახსნის პრეზენტაციას გავაუქმებთ. არა, მის მენეჯერს ვესაუბრე. ახლა შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მიჭირე. შენიერია. შემეშინდა რომ ის ზერინი ყველაფერს გააფუჭებდა. აიჩემა რომ მამამის მოვპარე. თითქოს შექსპირის ქალიშვილი იყოს. ოიქოსაც არ აუშავს. მაშინვე თვალი დავადგე. 1000 კაცია. მოსაწვევი მის დასადასტურებლად რომ ზერინის ქალიშვილია. კარგი, ჩვენ საქმეს სწორად მივხედავთ. უნდა წავიდე ხელს მოვაზდა სანამ ქალბატონმა სოდემ არ გადაიფიქრა. ხელმოწერის გარეშე არ მოხვედა. მინდი. ჯერ კიდევ ეგ არის. ეგეთ მიდის. ტაქსი, გააჩერეთ. მოიცადა. იმანქანას გაყევით. დედა ჩანთას დავტოვებ, მალე მოვალ, როია. სასტრაფოდ მიიღე შხაპი, მიდი. რატომ, ცუდი სუნი ამდეს? საღამოს სტუმრა დაგუპატიჟეს ვახშამზე. ჯემა დაგუპატიჟა მათთან. საღამოს სტუმრა წავალთ. მართლა? ოიქოს იდეა იყო? არა, ჯემა მაიფიქრა. ოიქოს კი ძალიან გაუხარდა. რა? აქედან გაიქცა. მეგონა მოსამზადებლად წავიდა. ერთმანეთი არ გინახავთ, არ გისაუბრიათ? რა ხდება? ვერ გავიგე, უნდა მოსულიყო თუ არა? რომ გითხრა სტილისტთან წავიდა. არ გამოვა, შენ თვითონ ხარ სტილისტი. მაგ გოგოს რაღაც მოუვიდა ჩამოსვლის შემდეგ. ახლავე გავიგებ. მოიცადე დაურეკა. არ პასუხობს. დედა თავი დაანებე, ყველაფერს მოაგვარებს. დეოზერინ თმა მაქვს მოსაწესრიგებელი. შედი და ახლავე მოვალ. რას მოაგვარებს, რას? შენ წადი იმ ქალთან, მიდი, გელოდება. მომისმინე, არ გაბედო და დეიდებს არაფერი უთხრა. მოგკლავ. ყველაფერს აქეთ-იქით ვქვავენ. არ უნდა გაიგან. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობა. არანაირი მადლობა. ამერად მართლა არ შევავთ, წავიდეთ და უბრუნდეთ და. არა ძვირფასო, ამიტომ კი არა, თქვენთვის არ მithქვამს ეს სიტყვები. აბა რა ძვირფასო? სხვა რამეზე თქვი. ჩვენ ხომ ერთმანეთის ნახვა არ მოგვინდება ყოველ წამს. რატომაც არა? მოგვინდება, რატომ არ უნდა გვინდოდეს გავიგოთ ის, რაც რუიას უთხარე. გეტყვით რესმია, გეტყვით. ყველაფერი რომ გაიგო. სახლში ფარდების გამოცვლას ვაპირებდი. რუია გავგზავნე ნაჭრის ასარჩევად. მეგობრებო, ეზოსთვის ავეჯი შევიძინე და იმდენი რამ მითხარით. თქვენთვის არაფრის თქმა არ შეიძლება. ყველაფერზე ლაპარაკობთ. აბა რა, შენ ხომ რუიას გემოვნებას ენდობი? უცებ დავიჯერეთ. ხელებზე რა დაგემართა? ფრჩხილები გეხერცლება, უკვე გტყდება. შემოდი ვნახოთ. მართლა, ოღონდ სისხლი არ მადინა. სისხლი არ წამოგივა, შემოდით ძვირფასებო, შემოდით. მოდით, ყავა, ჩაი. მოდით. კეთილი იყოს ბატონო ოზან. თქვენ ვინ ხართ ხალბატონო? ახლა რომ ბატონი შევიდა რაღაცას ვკითხავ და გამავალ. ხალბატონო, მოწვეული თუ არ ხართ ვერ შეგიშვებთ. ხოლო დორწოთ წაიღებს, მაშინვე გამავალ. არა, ვერ შეგიშვებთ, გთხოვთ. მოგესალმებით. ბატონო ოზან გამარჯობა. გამარჯობა, მე ოზან აკბულუთი ვარ. ეს ვინ არის? მიყურებს და მაღიზიანებს. ეს ოზან აკბულუთია, კომპანია თექინსოიდან. ჩვენ ხომ ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად მოვედით. კარგი. თქვენ მანდობამ და მღელვარებამ ხალბატონის სუდეს მიმართ ჩვენ საგვანერვიულა ბატონო ოზან. კარგი, მაშინ მე მოვაწეროთ ხელი, მღელვარება რომ არ გავაციოთ.
ორ დღეში ისედაც პრეზენტაცია გვაქვს პრესას მოუყვები ჩვენი და ქალბატონის სუდეს შეთანხმების შესახებ. ჯალე, ჩვენ რა მათ შევუთანხმდით? ვიმედოვნებთ. მაგრამ ორ დღეში ბოჰუშია კონცერტი. თუ გინდათ ხელის მოწერაზე გადავიდეთ. კარგი, მაშინ შეგიძლიათ გადასცეთ ბატონს, რომ ქალბატონი იქ ველოდება გარეთ. მაპატიეთ ბატონო ოზან, შეიძლება ერთი წუთით, ახლა არ შემიძლია. გარეთ ერთი ქალბატონია ის იძახის. ამბობს რომ კარგი, მაშინ თქვენ ხელშეკრულება წაიკითხეთ. ორ წუთში დავბრუნდები. ვინ არის? აი ეს ქალბატონი. რატომ ვოქნევ იდიოტებით ხელს? არ შემოუშვათ, კარგი? სანამ აქ ვარ არ შემოუშვათ. მე არ ვიცნობ მას. კარგი. ბატონი ოზანი პირადად არ გიცნობთ. მითხრა რომ არ შემოგიშვათ. რას ქვია არ მიცნობს? ქალბატონო, ნუ შექმნით პრობლემებს, გთხოვთ. ქალბატონი სულ უბრალოდ ტელეფონზე საუბრობს. არასოდეს არ წვენი ემოციების გამოხატვის. ყოველთვის ხაზს ვუსვამ მისგან ბედაობას. გაგახსენებ ჩემ თავს. მოიცადე, მოვდივარ. აიქო და საღამოს გული მიგდის. დილით გარბი ხარ. დედა უკვე მოემზადა ვახშამზე წასასვლელად. თუმცა რა იცის ქალმა რა გადაიტანა. მინდი და მიპასუხე. მინდი და კარგი, ცხადია ცხოვრებაში არასოდეს დაგიშვია შეცდომა. როდესაც შეცდი, იფიქრე, რომ სამყაროს აღსასრულიც დადგა, მაგრამ ეს ასე არ არის. მიპასუხე, რომ გითხრა. მე და ყველაფრის ახსნა შევძლო შენთვის როგორც უფროსმა და როგორც იტყვიან, მელოც წამალი რომ მქონდეს თავზე წაისუნდა. სიყვარულის რა გამეგება, რომ გამეგებოდეს მაშინ საკუთარ პრობლემას. სიყვარულის ვეტერინარი. რაღა მოიცადე, ნუ იღიმე. რაღაცას კითხავ და წავალ. რადგან ჩემს კარებთან მოხვედი, ესე იგი ისეთი უმნიშვნელოც არ არის კარებში რომ ვილაპარაკოთ. რატომ წელავ ასე ყოველ ფრაზას? ისედაც შემოვალ თუ შემიპატიჟებ. კარგი, შემოდი. ყვავილებს რატომ წყვეთ? ჩემო ლამაზო. საწყალი. რა დაძაბულია. გახდი ჩვენ მანამ სანამ გახდები მე. ბავშვობაში დაბრუნდები? დაწექი, გთხოვ. კარგი ერთი. მე დავწვევი და შენ რას იზამ? მოგისმენ. აბა, საიდან დავიწყო?
საიდანაც გინდა. ისედაც იცი ჩემი ინტერესი ენგის დენიზის მიმართ. ყოველთვის ვამბობ, რომ ის გარდა ცოლად სხვას არავის გავყვები. დავუშვათ, ვიღაცამ გონება ამირია. ვიფიქრე, იქნება არ გავთხოვდე სხვაზე. ის სხვა კი? ხომ გესმის? მოიცადე ერთი წუთი, თავიდან დაიწყე. როდესაც გონება აგერია თუ შენმა გულმა აჩქარება დაიწყო სხვასთან მიმართებაში. სიმართლე გითხრა, არ ვიცი. დავუშვათ, მსგავსი სიტუაცია წარმოიშვა. კარგი. და ვინ არის ის სხვა? იზმირში წავედი ოიქოსთან. იმ სასტუმროში ერთი გავიცანი. და ჩვენ შორის რაღაც მოხდა. რა? იცი, ერთმანეთს სახურავზე ვაკოცეთ. აკოცე? შენ? რა? მერე კი, ჩემი ინტერესი ენგის დენიზის მიმართ ცოტა დაეცა. კარგი. და ვინ არის ის ადამიანი? საქმეც მაგაშია, რომ არ ვიცი. ერთი შეხედე ჩემი ბავშვობის მეგობარს. უცნობ კაცს კოცნის. თუ მინდა, ათუცნობ მამაკაც ვაკოცებ. შენ რა? ბოდიში, დიდი ბოდიში. მაპატიე. ხო, დაჯექი. არ დავჭდები. იქიდან მითხარი შენი პროფესიონალური აზრები. კარგი, ფლირტი ეს გრძნობების თამაშია, იმ ობიექტის მიმართ, რომელიც მოგწონს. ეგ დაივიწყე და მითხარი როგორ დაუბრუნდე ენგიზზე ფიქრს. იმ ადამიანს პირისპირ უნდა შეხვდე, რომელიც სასტუმროში ნახე. თუ არ შეხვდები, სასურველ ობიექტად იქცევა. შესაბამისად, მის გარდა ვერავის შეამჩნევ. ანუ, გამოდის რომ თითქოს ღმერთმა დაგვიფაროს. თუ გინდა, დაგეხმარები. რა ერქვა იმ სასტუმროს? კარგი, მადლობა. გავიგე რაც მინდოდა. ჯანმრთელობას გისურვებ. გამიხარდება ერთმანეთს ისევ თუ მოუშლით ნერვებს, თითქოს აქ არ ტკივყოფილ ვარ. მაგრამ შენ არ მიშლი ნერვებს. უნდა გიშლიდე. დაკვირვების ობიექტმა თქვა, რომ თვის 4 რიცხვში სასტუმროში უცხოს აკოცა. იქნება აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც დაეხმარება მას უარი თქვას გამოგონილ შეყვარებულზე. ხო, მიდი, გაეკეცი საუბარს. კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? ელემენტი მხოლოდ ჩემ დროს გიჩნდება. ასეა? ამჯერად მართლა მორჩა. ამიერიდან ჩემს სახეს ვერ ნახავ. ქალბატონო სუდეა, კარგად ხართ? რატომ არ უნდა ვიყო კარგად? იქით ამ ხრიდან ცუდად გამოვიყურები ჯალა. რას ამბობ, შესანიშნავად გამოიყურები. მიფიქრე რაღაც მოხდა, როდესაც ტელეფონი დააგდიდას გამიწა აქციით. მაპატიეთ, ჩემი შეცდომა უკაცრავად. მოდით ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას. კარგი, მაშინ წარმატებული პროექტი ყოფილიყოს. რატომ ამბობ, რომ არ მიცნობ? შეხვედრაზე ვარ. კარებთან რომ მოვსულიყავი, ეს სისულელეები არ დამჭირდებოდა. შეხვედრაზე ვარ. 5 წუთი. რა ხდება? არაფერი. ჩემი მეგობარი მოვიდა მოსაკითხად. მიდის უკვე. ბეფიცები არ წავალ, სანამ არ დავილაპარაკებთ. მეგობარო, რატომ უშვებთ ასეთ გაუწონასწორებელ ადამიანებს? შენ რა გამაგდებ? აბა რა ვქნა, ნორმალური ნათქვამი არ გესმის. მართლა მოდია. ბოდიშ გიხდეთ? რა საკეთებთ? ოზან, ამას არასდროს არ დავივიწყებ. ბოლოს და ბოლოს მოხვალ. რატომ გამირბიხარ? გამიშვით. რა საკეთებთ? გამიშვით მეთქი. ვერ ვიჯერებ. მე შენ განახებ. ბოდიშ ვიხდე ამ სიტუაციისთვის. ხალისთვის პასუხისგაცემა არ მოისურვა. მე კი შენს ფილმში უნდა ვითამაშო, არა? შეთანხმებას და კონტრაქტს მხოლოდ სიზმარში თუ ნახავ.
ქალბატონო სუდე. ქალბატონო სუდე. თქვენ გელაპარაკებით, გესმით? ქალბატონო სუდე. ქალბატონო სუდე, როგორც ჩანს სიტუაცია ცოტა აირია. შეგახსენიათ, რომ თქვენი ყოფილი არ ვარ, რომელსაც ელაპარაკებოდით. მე თქვენი პროდიუსერი ვარ. ყოველი შეთანხმების მერე. ჯალე გესმის? მეჩხუბება. გააკეთე რამე. მე რა ტყუილად გიხდი ფულს? ბატონო აზან, მოგვიანებით ვისაუბროთ, გთხოვთ. არ ვიცი. კარგი, შეგიძლიათ წახვიდე, ოფისში შეხვდებით. ჯანდება. როგორც ხედავთ, 10 პერი დამთავრდა. ახლა ჩემი ჯერი მოვიდა. იცი რამდენი ვიშრომი ამ საქმისთვის? იცი რამდენი ღამე არ მძინებია? რამდენი დაპირება დავდე? კარგი, მაგრამ მე რა გავაკეთე? შენ გამაგდე ქუჩაში. ხოლო დალაპარაკება მინდოდა. მე არ მინდა ლაპარაკი. შენ ჩემი ძმის აცოლე ხარ. ერთი წუთი. შენი ეზრით რატომ მოვედი აქ სალაპარაკოდ? შენ, მე, სახურავი. გეგონა იზმირზე სალაპარაკოდ მოვედი? ნუ სულელო ბრა. მოვედი რომ ეთხოვა ჯემისთვის არაფერი გეთქვა. გარდა ამისა არ ვიცოდი ვინ იყავი. რომ ცოდნოდა. რომ ცოდნოდა რა? რომ ცოდნოდა. არასდროს. თანაც არასდროს. ოიქო? აქ რასაკეთებ? ოიქო შენთვის სიურპრიზის გასაკეთებლად მოვიდა და აქ შევხვდით. მოგენატრე? მოკლედ მე გავიქცევი, მოგვიანებით შევხვდებით. ძმაო, საღამოს ოიქოს ოჯახი მოვა ჩვენთან ვახშამზე. არ დაიგვიანო, კარგი? მე არ ვიქნები საღამოს. ტიპიური ოზანი.